დღეს მოვიყვებით 5 ყველაზე პოპულარულ ქართულ სერიალს. ჩემი ცოლის და ქალები, ქართულ სატირულ იუმორისტულ ჟანრის ტელესერიალი მეგობრების ჯგუფზე. სერიალი ტელევიზიაში 2011 წლიდან გამოჩნდა და IMDb-ის რეიტინგში 7.4-ით არის შეფასებული. ხელოვნური სუნთქვა, ქართული დრამა, რომლის სიუჟეტის ცენტრშიც არის ახალგაზრდა ექიმი შოთი. სერიალი გვიყვება გმირების დრამატიზმით სავსე ისტორიას. სერიალი ტელევიზიებში გამოჩნდა 2016 წლიდან და IMDb-ის რეიტინგში 8.1-ით არის შეფასებული. შუა ქალაქში ქართული ტელესერიალი, სიტუაციური კომედია მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც ცხოვრობენ თბილისის ერთ-ერთ უბანში. სერიალი ტელევიზიაში 2006 წელს გამოჩნდა და 6 წლის განმავლობაში გადიოდა იმედის ტელევიზიაში. IMDb-ის რეიტინგში კი 8.8 არის შეფასებული. ქერჩი დაკარგული გმირები, ქართული მრავალსერიანი სამხედრო დრამა, რომელიც ნამდვილ ისტორიაზეა აგებული. ლევან დაბრუნდაშვილის კინოსაგა ეძღვნება ქერჩის ფრონტზე დაღუპულ გმირებს. სერიალი ტელევიზიაში 2015 წელს გამოჩნდა და IMDb-ის რეიტინგში 9.1-ით არის შეფასებული. და ბოლოს, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქართული სერიალი ტიფლისი. ქართული მრავალეპიზოდიანი სატელევიზიო სერიალი. სერიალის მოქმედება მე-19 საუკუნის საქართველოში ვითარდება. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ თავადები გავლენების სფეროებს ინაწილება. სერიალი ტელევიზიაში 2014 წელს გამოჩნდა და IMDb-ის რეიტინგში 9.1-ით არის შეფასებული. თუ მოგიწონა ვიდეო, დაალაიქე, გამოიწერე არხი და გაუზიარე მეგობრებო.